მოგესალმებით, ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. მოთვალთვალე ავტომობილები და სატელიტური სიჩქარის შეზღუდვა. უახლოეს მომავალში ავტომობილი დაშვებულ სიჩქარეს ვერ გადააჭარბებთ. ამასობაში ვეიმოს რობოტაქსმა ბოროტ მოქმედები დაიჭირა. პეჟო ძაღლებისთვის სპეციალური მანქანის გამოშვებას გიგმავს, რომელსაც თქვენი ძაღლის დაძახება ამოცნობა და თქვენგან დამოუკიდებლად ავტომობილში ჩასმა შეეძლება. გავტესტეთ ახალი Ford Mustang-ი, ძმაკაცი, რომელსაც მუდამ შენი გამოცდა სურს. მოისმენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტისგან. ალექსანდრე ლომაძე მოგვიყვება საქართველოს ავტოსპორტის მომავალზე. რასკარის მანქანები რუსთავის ავტოდრომზე. ამ სხვა ავტოდრომს. აი, მაგაზე გვაქვს რამე ინფორმაცია. ძალიან დიდი ნაბიჯებით მივდივარ წინ და ძალიან მალე სიახლეც იქნება რა. ისეთი დაანონსებული, რომ ყველას გაუხარდება. შეიძლება ორჯერ გაუხარდე. ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა შეერთებულ შტატებში. ვეიმოს თვითმართვადმა ავტომობილმა ორი ადამიანი დააკავა. ჩაკეტა მანქანაში, პოლიცია გამოიძახა. ძალიან მაგ ამბავზე სხვათა შორის. გადაიყვანეს ეს ადამიანები. მაგრამ ძალიან სასაცილო ინციდენტი იყო ალბათ რეალურად, ანუ საქართველოში ამაზე გაგვეცინება, მაგრამ შტატებში ცოტა სერიოზულად უყურებენ ამ ყველაფერს. სათამაშო იარაღებით ისროდნენ მანქანიდან და ეს აღიქვა მანქანამ სახიფათო ინციდენტად. ოღონდ დაუდგენელი არის თვითონ ავტომობილმა დარეკა პოლიციაში თუ ვინმე გამლელმა დააფიქსირა ზარი და მე მე მგონი რომ მაგ ავტომობილებში კამერები აყენია და მაგიდან დააფიქსირეს ჩემი აზრით რა. კამერებსაც უნდა შევეხოთ, ეხლა მანქანები რაც გამოვა ახლები, უკვე ყველა აღჭურვილი უნდა იყოსო კამერებითო. თან ეს არ ვიცი რამდენად კარგია, იმიტომ რომ გითვალთვალებენ. პროტესტი მაგას რაც მოყვა, აღნიშნეს ესეთი რაღაცა, რომ ან ისედაც კი ის არის, რა ქვია, არაკომფორტულია, იმიტომ რომ რეალურად გთხოვს, რომ ყოველ რაღაცა 1 საათში თუნდაც დაღლილი არ ვიყო, აღიქვავს, რომ მე დაღლილი ვარო და მაჩერებინებს მანქანას. აი ხა მაგალითად მოწყენილი ხარ და ცუდი სახე გაქვს, შეიძლება გაგაჩერებინოს ავტომობილი. ანუ ეს სწორად მინდა მაყურებელმაც აღიქვას, რაზე არის საუბარი, ანუ ეს არის დეტექტორები, კამერები, რომლებიც აფიქსირებს თქვენ თვალებს უყურებს, სახეს, ჟესტებს, რას აკეთებ, როგორ აკეთებ და თუ დაღლილი ხართ ან რაღაცა, ყავის იმას ამოაგდებს, ან გაგაჩერებინებთ მანქანას, მაგრამ ჩაწერებიც როგორც მიხვდი კი, ჩაწერები უშუალოდ სადაზღვეოზე იყიდებოდა და მაქედან გამომდინარე უკვე თვითონ სადაზღვეოები ხვდებოდნენ როგორ იმტრეოდა ავტომობილები, რა შემთხვევაში იმტრეოდა ავტომობილები და მძღოლებსაც ასე ვთქვათ ფილტრავდნენ და ავტომობილებსაც ფილტრავდნენ რა. მან და არის მე მგონი 50 კმ/სთ-ამდე 6 წამით რომ მოაშორო თვალი გზას, მაგის შესაძლებლობა გაქვს, 50 კმ-დან ზევით უკვე 3 წამი გაქვს. უყურადღებოდა სოფტ წყალებში მე სიმართლე გითხრა ეგეთი რაღაცეების წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ კაცობრიობა უკვე ძალიან დიდი ხანი არის ავტომობილზე ზის, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ჩვეულებრივად გადავადგილდებით, ნუ კი ხდება ესეთი რაღაცეები, მაგრამ ამ ელექტრონულმა საშუალებებმა შეიძლება დამატებით უფრო დიდი პრობლემა შექმნას, ვიდრე ეხლა ამ ეტაპზე არსებობს რა. ასე რომ ყველაზე კარგი ის იქნება, რომ უბრალოდ ყურადღებით ვიყოთ და ტელეფონი არ გამოვიყენოთ ხოლმე, როდესაც გადავადგილდებით რა. სხვათა შორის ერთ-ერთი ვიდეო მე შემხვდა, ტესლას მეპატრონემ ფოტო ააკრა სენსორს. სადაც ჩავსოს სუესეზის მეც უნდა ეგ ფოტო. კაი ლაიფაკი იყო და მაგებს მე იწერენ. უკვე შეგიძლიათ ჩით და გამოწერო ეგ შენი სახით და მასაკა აი მე ეგ პრობლემა არ მაწყობს, იმიტომ რომ ძველი ავტომობილები მყავს და გადავადგილდები საკმაოდ ისე. პარემ ამ შეზღუდვებზე და რეგულაციებზე ვსაუბრობდა, არ შემიძლია არ ვახსენო კიდე ერთი ამბავი, რომ ყველა ახალი ავტომობილი ვალდებული იქნება ეყენოს სიჩქარის შემზღუდველი. ოღონდ ეს სიჩქარის შემზღუდველს თქვენ ვერ გააკონტროლებთ, ამას გაგიკონტროლებენ ზევიდან. GPS-ით. სად რა გზაზე რა სიჩქარე იქნება დაშვებული, იმ სიჩქარეს ვერ გადააჭარბებს ვერავინო, ესეთი განმარტება მოგცეს. ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საავარიო სიტუაციაში აქსელერაციის პედალი არის ერთადერთი მუხრუჭის გარდა, რა თქმა უნდა, რამაც შეიძლება გადაგარჩინოთ. ხო, ნუ ზოგადად ავტომწარმოებლები ძალიან ბევრ ამას აანონსებენ ხოლმე და ზოგადად
არის ხოლმე რაღაც მოთხოვნები მათ მიმართ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ანუ ადამიანური რეფლექსი, ასე ვთქვათ რა, რასაც ბევრჯერ გადაურჩენი ვარ მე და ძალიან ბევრი ადამიანი. შესაბამისად, ადამიანურ რეფლექსს და იმ გრძნობას, ავტომობილის გრძნობას ვერასდროს ვერ განსაზღვრავს ის ელექტრონული მოწყობილობა. ანუ არ ვარ მე ესეთი რაღაცეების მომხრე, შეგვეშვან რა. სამწუხაროდ აქეთკენ მივდივართ. სამწუხაროდ მაგეთკენ მივდივართ და ნუ ვითარდება ეს სიტუაციაც ძალიან ბევრი ელექტრონული მოწყობილობები იდება და იდება ავტომობილებში, რაც სიმართლე გითხრა არ მომწონს. Peugeot-მ გამოუშვა კიდე ახალი მანქანა. ეს არის 5008 Dog Edition-ი. ანუ აი ვისაც ცხოველები ყავთ, არის იდეალური ავტომობილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს თქვენი 4 ფეხა მეგობრების კომფორტულად მგზავრობისთვის. მე მყავს ცხოველი, მაგრამ ამჯერე იდეალური ავტომობილი არ არის. ფრანგებს უბრალოდ არ ვიცი რა სჭირს. აი რაღაცა ანუ მან დრეები გათვალეს, შენ ხო წარმოგიდგენი. ძალიან ბევრი რამე გათვალეს, მაგრამ ანუ ეგეთი ავტომობილი არ მიჭირდება და დარწმუნებული ვარ. შენ არ გჭირდება, მაგრამ ვიღაცა არის მანიაკალურად შეყვარებული ცხოველებზე. ვიცი ეგეთი ადამიანები, რომ აი ძაღლისთვის შეიძლება რაღაცა სახლი იყიდონ მაგისთვის შესაფერის. ძალიან კარგად ზის ჩემი ძაღლი სავარძელზე, წინ, უკან, ძალიან პატარა. რა მნიშვნელობა ძალიან კომფორტულად ნებისმიერი ძაღლი ძალიან კომფორტულად ზის ავტომობილს. კაი, მოდი ეხა ბარემ ავხსნათ ამ ავტომობილს რა აქვს. Peugeot სპეციალურად გამოუშვა ეს მინას დასადები, ყვითელი რბილი, რომელსაც ჩამოადებს ხოლმე ცუგო თავს, რომ ეს არ დაიზიანოს. ფანჯრიდან როდესაც გადაყოფს თავს, რომ არ ეთკინოს ეს. ასევე აქ ხმოვანი სიგნალი სპეციალური, თუ დაგეკარგათ ძაღლიან გაგექცათ, ამ ხმოვანი სიგნალით მოიზიდავს ამ ძაღლს, თვითონვე ამოიცნობს, თუ ნამდვილად თქვენი ძაღლია თუ არა, კარებს გაუღებს, ჩასვავს მანქანაში და დაკეტავს. ასევე თუ სადმე გადასვლა გიწევთ და ძაღლის დატოვება ავტომობილში, ანუ ჰაერს ისეთ ფილტრაციას უკეთებს, რომ ასე ვთქვათ, კარგად ჯანსაღ გარემოში იყოს. მე რა მაინტერესებს, იცი? ბავშვებმა რა დააშავეს? ბავშვებისთვის გახსოვს ჩვენ რომ გადავიღეთ ჩინური ავტომობილი? ხო, მაგრამ აი ხა დარწმუნებული, ანუ რა ერთი კითხვა გამიჩნდა, რა Peugeot-ში ძაღლები უფრო უყვართ თუ ბავშვები? რატო საბავშვოს ეკნებათ ახლა რაღაც baby edition? ანუ უყურე როგორი რაღაცა არსებობს, რაღაც რაც უნდა გააკეთო ავტომწარმოებელმა და არსებობს რაღაც რაც არ უნდა გააკეთო. სხვათა შორის 50% დადებითად შეხვდა მათ ყველაფერს. არ შევხვდები დადებითად და ფრანგები ყოველთვის აკეთებენ იმას, რაც არ უნდა გააკეთო. მე მაგისთვის არიან განსაკუთრებულები და განსხვავებულები მაგით არიან. არ ვიტყვი ხა რა არიან განსაკუთრებულად, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის. აი, მოდი მაყუჩების თემასაც შევეხოთ. როგორც მოგეხსენებათ 80 დეციბელი დადგინდა საღამოს საათებში, ნუ პლუს 5 იქნება, როგორც ვიცი, ხო? იქ აკუსტიკა, გარემო რაღაც ასე. კი, ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს. იმისი როგორ უნდა გაიზომოს, სად უნდა გაიზომოს და თვითონ ამ დანადგარსაც ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ასე ვთქვათ. ძალიან გვინდა, რომ ეს დანადგარი, ასე ვთქვათ, გამოვცადოთ და როგორ მუშაობს ასე ვთქვათ. შინურ ეგრეთ წოდებულ $20 აპარატს, რომ სხვაობები ვიცოდეთ, იმიტომ რომ ეს შინური აპარატები ჩამოიტანა ძალიან ბევრმა და რეალურად ჩვენ როგორც ვიცით, ეს სახელმწიფო აპარატები რაც არის, ანახებს უფრო ნაკლებს. იმიტომ რომ კლასიფიკაცია აქვს სხვადასხვა ამ ჩინურს და სახელმწიფო აპარატს. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიძახით, იმიტომ რომ ჩვენც არ გვაქვს ზუსტი პასუხი, როგორ იქნება, რა მოყვება სიტყვაზე გადაკეთებულს, თუ ჯდება, არ ჯდება, ასე შემდეგ, ჯერ ეს ინფორმაცია არაფერი არ გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს მალე გადავიღებთ, ნახავთ მეთოდურად როგორ ხდება, ანუ 0-დან 100%-მდე რა გზას გადის შემოწმების დროს ავტომობილი. ასევე იმედი გვაქვს, რომ შედარებასაც გადავიღებთ და იმ კითხვებზე, რაც გვაქვს, თუ გადაკეთებულზე რა ხდება ამ შემთხვევაში, მაგასაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გავცემთ პასუხს. დავმეგობრდით კიდევ ერთ კომპანიასთან, ეს არის Neiti, რომელიც დაგვიმზადებს ხოლმე სპეციფიურ მაისურებს იმ ავტომობილიდან გამომდინარე, რასაც გადავიღებთ. ეს გამოიხატება ბრენდირებაში, თქვენ სიუჟეტშიც ნახავთ Mustang-ის, თუ რა გვახატია, ასე ვთქვათ, მაისურზე. ძალიან ამერიკულ სტილში იყო ის მაისური. კი. ხო და ვისაც გაქვთ მე თქვენ სურვილი რომ მსგავსი მაისურები შეიძინოთ, შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ საიტზე Neiti და არჩიოთ თქვენთვის სასურველი. გადაუგზავნოთ დიზაინი, ძალიან მალე დაგიბეჭდავენ. ხარისხი ძალიან მომეწონა, რაც მთავარია. ამ ბიჭებსაც მე ახლოდან გაგაცნობთ. მოკლედ Ford Mustang-ის გადაღება მინდოდა ძალიან დიდი ხანი. ოღონდ მინდოდა, იმიტომ რომ მინდოდა ამ მანქანის ყიდვა.
მიხვდი რომ უკანა წამყვანი ავტომობილიც არსებობს და ცხოვრებაში ერთხელ უნდა გყავდეს. მე ძალიან მომწონს ამანქანის ინტერიერი, თუნდაც აი ეს დიდი ცხვირი, რაც ჩანს აკარემინიდან. არ მეგონა რომ ესეთი ჩემთვის კომფორტული იქნებოდა, იმიტომ რომ სულ სპორტული მანქანები მყავს, ნუ ყველაფერი შედარებითი ალბათ, არ ითქმის რომ კომფორტულია, მაგრამ ჩემთვის კომფორტული მანქანაა. ხო და ვიზუალით აი ძალიან მომწონს ამ მუსტანგის. ხო, რენოს მერე ძალიან მაგარი ავტომობილია დამიჯერ. არა, რენო ცალკე იყოს, მოდი. ასევე მინდა შევეხო ამ მანქანის ხასიათს. შენ გგავს ეს მანქანა. ნადო. იმიტომ რომ სულ გინდა რომ რაღაცა აი გაგიჩალიჩოს რა მანქანა, რა ის სადღაც გამოგცადოს იმენა. აი გინდა რაღაცა პრობლემები შეგიქმნას. ხო, მთელი ცხოვრება რაღაც წინა წამყვანი ავტომობილები ყავს, თან ერთი არა, ორი, მინიმუმ ორი. მინიმუმ ორი. და ნუ უკანა წამყვანი ავტომობილებიც ყოლია ორივეს. ანუ იმდენად შემიყვარდა, ნუ პატარაობაშიც მქონდა უკანა წამყვანი ავტომობილებთან შეხება და ნუ ეხლაც მაქვს და ანუ იმდენად შემიყვარდა უკანა წამყვანი ავტომობილი, სულ ვიძახი ხოლმე, რომ აი როგორ შენ ამდენი ხანი ერთი უკანა წამყვანი ავტომობილი ვერ გაყიდი. აი რატო? ხომ ყავდა BMW-ს ყავდა, Tesla-ს ყავდა. გაყიდე ორ კვირაში ზუსტად გაყიდე და იყიდე Citroen C-ს აი რატო? ორი. C2 იყო თუ რომელი? ორი. აი რატო? აი ხო ნამდვილად კარგი ავტომობილი არის. არა, კი, არა, მე მუსტანგი მომეწონა მართლა ძალიან. čo მუსტანგი უნდა მოგეწონოს, თუ ავტო მოყვარს, ხარ მუსტანგი უნდა გიყვარდეს. აი, ოღონდ როგორი მანქანაა, იცი, აი არ ვიცი რა, აი რანა ვერ გაიგებ რას გააკეთებს. ხო, იმიტომ რომ ძიმეა, ინერცია აქვს. მაგრამ სხვა შორის რაღაც მსუბუქად იმართება. ან შტაბეჭდილებას საჭეში არ გიტოვებს იმის, რომ ძიმე მანქანა. აი ზუსტად ეგაა, რომ შტაბეჭდილებას არ გიტოვებს და მე შეიძლება ხო, გაგიჩალიჩოს. ძალიან სახასიათო ავტომობილია, ნებისმიერი უკანა წამყვანი ავტომობილი არის ძალიან სახასიათო და ძალიან ემოციური სამართავი. ხმა აქ აი არანორმალური, აი არ ვიცი. აი, მოდი ახლა მაშინ ხა ერთ რაღაცას კითხავ და მე უკვე უყუროთ სიუჟეტს. წინა წამყვანი თუ უკანა წამყვანი? აი, ერთი ავტომობილის არჩევის საშუალება რო გქონდეს. აი, მოვიდნენ შენთან და გეუბნებიან, ცხოვრებაში უნდა აირჩიო ერთი ავტომობილიო. ამის მეტი სხვა ავტომობილი ვერ გეყოლებაო. ოღონდ ნებისმიერი. ან წინა წამყვანი უნდა იყოს, ან უკანა წამყვანი და ან მოდი დავამატოთ კვადრო. ანუ 4 ყველა ვარიანტში. ან Subaru-ს, ან EOS. STI, ან EOS. ამ თელ ცხოვრება არასწორი ავტომობილი ყავდა. აი, ნუ ამ მეტ გაცრუებით მოდი ვნახოთ ახლა სიუჟეტი და ეს თუმართან ერთად დაგიბრუნდებთ. გადაცემაში ყავს ავტომობილი, რომელსაც ალბათ დიდი ახსნა არ ჭირდება. ეს ავტომობილი პირველი იყო პონიქარების გაყიდვაში, პირველი იყო ყველაზე მოთხოვნად კუპეებში და პირველია YouTube-ზე დრიფტის ფეილებში. ამ მანქანის დაქოქვის დროს სამეზობლოში მეზობელი კარგს ნამდვილად არაფერს არ გისურვებთ. ის არსილობს იყოს ჩუმი, იყოს ეკონომიური, ის უფრო გავს აი მთვრალ მამაკაცს, რომელსაც გამოიღვიძება ხოლმე დაახლოებით ესეთი ხმით. Mustang, the Ford Mustang, a completely new breed of car. Mustang-ი პირველად 1964 წელს გამოჩნდა და თავიდანვე სულ სხვა იდეით იყო შექმნილი. Ford-ს უნდოდა შეექმნა ავტომობილი, რომელიც იქნებოდა სპორტული, ხელმისაწვდომი და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი. და ეს გამოუვიდა. Mustang-მა ფაქტობრივად შექმნა ახალი კლასი, პონი კარი. ბევრ შეიძლება ეგონოს, რომ პონის მხოლოდ 2 და 3 კუბუსს ეძახიან, ძრავის ზომიდან გამომდინარე. სინამდვილეში პონი არის ავტომობილი, რომელიც გარეგნობით სპორტულია, მაგრამ არ ღირს იმდენი, რამდენიც ევროპული სუპერკარი. მარტივად რომ ავხსნათ, თუ გინდათ Ferraris ემოცია, მაგრამ არა გაქვთ Ferraris და მისი სერვისის თანხა, აი სწორედ აქ იწყება Mustang-ი. მოდი ახლა ძრავსაც ჩავხედოთ, თუ რა გვხდება
ამ მუსტანგის გულში, აი ამ უზარმაზარი კაპოტის ქვევით რა არის მოთავსებული? აქ ჩვენ გვხვდება 5.0 ლიტრის მოცულობის ლეგენდარული უკვდავი V8 ძრავა, ეგრეთ წოდებული კოიოტი, რასაც უწოდებენ ხოლმე. აქ უკვე 4 ცილინდრიანი ტურბოები ცოტა გვერდზე უნდა გადავწიოთ. ეს არის ძველი სკოლის მიდგომა. დიდი მოცულობა, ბევრი ცილინდრი, მაღალი ხმა და ღიმილი სახეზე. ძრავი გამოიმუშავებს დაახლოებით 450-დან 480 ზალამდე. მაბრუნი მომენტი კი 530 ნიუტონ-მეტრში ადგენს. და ყველაზე საინტერესო, ეს ზალა მოდის ატმოსფერული ძრავიდან. დღეს ჩვენ არ ვაპირებთ ვისაუბროთ ამ მანქანის აი ამ ულამაზეს ვიზუალზე. არ ვაპირებთ ვისაუბროთ მის ინტერიერზე, იმიტომ რომ ის არაფრით არ არის განსაკუთრებული. ამ მანქანის მთელი ხიბლი არის მისი ძრავა, მისი გადაცემათა კოლოფი, რომელიც მექანიკურია 6-საფეხურიანი და მისი ბლოკირებული ხიდი. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ ამ ავტომობილის ხასიათს, როგორი სამართავია და რა ემოციებს მოგვანიჭებს ეს ავტომობილი. დღეს აი 21 საუკუნეში ყველა ავტომწარმოებელი ცდილობს რომ რაღაც გამოუშვას უფრო ჩუმი ავტომობილი, უფრო რაღაცა ისეთი კომფორტზე ორიენტირებული ავტომობილი, ეკონომიური ავტომობილია. აი მუსტანგს ეს ყველაფერი საერთოდ არ ადარდებს რა. აი ხმაურიანიც არის, ბევრს აწვავს, დიდი ძრავიც აქვს, მაგრამ აი გინდა რა, გინდა, აი გიყვარს რა, აი კაცური მანქანაა რა. აი თავდაჯერებულს ხდის, აი რაღაცა არანორმალურად თავდაჯერებულს ხდის რა. მით უმეტეს აი რომ მიდიხარ და აი ამ ხელა ცხვირი ავტომობილის რო ჩანს აქარემინიდან, აი ესე ძალიან მაგარია რა. აი როგორი ტიპის ავტომობილი, აი ზუსტად გადმოგცემთ ახლა რა. აი თვალ ძმაკაც რო ჩაისვავ გვერდზე, აი ერთ მომენტებში რო ჩაეძინება და უცებ რო გაიღვიძებს და მე ადგილი აი დაახლოებით აი ეგეთი ტიპის მანქანაა რა. ხმაც კი ეგეთია, რაღაცა ეგეთი ხმა აქვს. კი, მუსტანგში აი ვერ შეხვდები რაღაცა პრემიალურ მატერიალებს. აი როგორიც მაგალითად მე-4 სერიის BMW-ში ხვდება ან Mercedes კუპეში, C-კლასში თუნდაც, მაგრამ აი ეს პლასმასის მატერიალები რაც აქვს, არაფერი არ ხმაურობს და ანუ არაფერი არ ჭრაჭუნობს. ანუ კარგად შეკრული ავტომობილია. აი აქსელერაციის პედალსაც რო აჭერ, აი ხისიერა ჩქარდება. აქ არ გვაქვს ტურბო და ტურბო არ გეუბნება, რომ აი მოიცა, ჯერ არ ვარ მზად, ჯერ არ ვარ, აი ხა მზად ვარ. აი ეს მომენტი არ გაქვს. აი პედალს მიაჭერ თუ არა, აი ეგრევე გაქვს ის ყველა სიმძლავრე, რაც ამ ავტომობილს აქვს და აი იქ ძალიან მაგარია. აი ეს ხმაც, აი არ ვიცი, არანორმალური ხმა აქვს. აი ამ ავტომობილს საჭეს როგორც კი მიუჯექი და აქსელერაციის პედალს შევეხე, აი აქედან რო დამიწყო, აი ჟრუანტელის დავლა მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, აი არ ვიცი. აი ეს ისეთი ავტომობილია, რომ ერთი ცალი სახში უნდა გყავდეს. შეიძლება ყოველდღიურად არ იარო კი, მაგრამ შაბათ-კვირას იმხელა ემოციებს მოგანიჭებს და ისეთ ღიმილს დაგიტოვებს სახეზე, რომ მთელი დღე შეიძლება გაყვეს რა. ბედნიერი ვარ. და ცხოვრება მიხარია, რომ აი ამ მანქანას მართავ. ეს მანქანა ალბათ ყველას ყურადღებას იპყრობს. აი ყველას. თან აი როგორი ხმაურიანია, იცით? დაქოქავ ხმა აქვს. აი მიდიხარ ხმა აქვს. აქსელერაციის პედალს დააჭერ ხმა აქვს, სიჩქარეს ჩამოვიტან ხმა აქვს და ალბათ აი საწვავზე მეტად შეიძლება ყურადღება სჭირდება ამ ავტომობილს, მაგრამ ამ ყურადღებას იმსახურებს. რატო ხარ ესეთი კარგი, რატო ხარ?
აი საერთოდ არ მაინტერესებს ამ მანქანის მატერიალები. აი ფიხებზე მკიდია რომ ყველგან პლასმასია. არ მაწუხებს. საერთოდ არ ვფიქრობ. თან იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ მძიმეა ეს ავტომობილი, საჭეში ეს ყველაფერი არ იგზნობა. გონია რომ აი რაღაცა Honda Civic-ია 900 კილოიანი საჭეში გულისხმობ. მართვაში არა, საჭეში გულისხმობ. ძალიან მსუბუქი სამართავი საჭე აქვს და ძალიან კარგი საჭე აქვს. მოდი, საწვავის მოხმარებასაც შევეხოთ. კი, ბევრს წავს. ძალიან ბევრს წავს. 18, 20 გამართულ მდგომარეობაში. მაგრამ არ ვიცი, თუ საწვავის ფული გააქვთ, გაზრდილი საწვავის დღეს რა მდგომარეობაც არის ბაზარზე, აი უნდა ასხათ რა მანქანაში. იმიტომ რომ სხვა არაფერი არ ჭირდება. უზომოდ გამძლე ავტომობილია, უკვდავი ძრავია. ძალიან მაგარი მანქანა არის გამძლეობის კუთხით. არ დაგაღალატებს არსად. საწვავი ასხი, ზეთი უცვალე და всё, სერვისი ჩაუტარე, რაც ეკუთვნის და როცა ეკუთვნის. სხვა შემთხვევაში ეს მანქანა მოგემსახურება იდეალურად. აი მინდა რომ აქსელერაციის პედალზე აი ესე მქონდეს სულ გაჭიმული ფეხი. ისეთი სასიამოვნო, აი გიმღერის რა. აუ რა კარგი ხარ რა. ეს მანქანა თქვენ ჯიბეს ისევე მალე დააცარიელებს, როგორც ახალი აღებული ხელფასია 2 კვირის შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს რა. დამჯერეთ რომ ღირს. არა, იმდენად მომწონს ეს ავტომობილი, რომ ვნანობ რომ გადავიღე. ვნანობ იმის გამო, რომ ძალიან მინდა ამ მანქანის ყიდვა. დღეს მუსტანგები ძალიან მოდებული არის. აი ყველანაირს ნახავ, ყველანაირი ბოდიკიტით ნახავ. აი ყველაფერს გაუკეთებ, თუ გინდა შელბი იქნება, აი რასაც გინდა 2 და 3-ს გააკეთებ, 3 და 7-ს გააკეთებ, მაგრამ აი 5-დან 0 რო ემოციას მოგცემს, აი არ ვიცი, ვერანაირი ვიზუალი ვერ მოგცემს იმ ემოციას, რასაც კოიოტის ძრავი მოგანიჭებთ. ეს დაიმახსოვრეთ, ზუსტად ამის გამო ღირს ამ მანქანის ყიდვა. ამ მკვდავი და ლეგენდარული ძრავის გამო რა. ავტომწარმოებლები გვთავაზობენ ავტომობილების უამრავ არჩევანს. ეკონომიურ, წყნარ, მშვიდ, ელექტრომანქანებს თუნდაც. ბევრი მწარმოებელი ამაზე გადაერთო და უპირატესობას ამას ანიჭებს, მაგრამ Mustang-ს ეს სულ ფეხებზე კიდია. და სწორედ ამიტომ არის დასაფასებელი ეს ავტომობილი, სწორედ მისი ხმის გამო, მისი სითამამის გამო, თუნდაც მისი საწვავის ხარჯის გამო, აი მამაკაცური მანქანაა და არ აინტერესებს ირგვლივ არაფერი. თავისთვის არის ღრიალებს დადის თამამად, ყურადღებას იქცევს და იძახის რომ აი მე აქ ვარ. სწორედ ესეთი მანქანა არის Mustang-ი. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები და დაელოდეთ შემდეგ ძალიან საინტერესო ტესტ-დრაივს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ალექსანდრე იგივე სანდრო ლომაძე. მადლობას გიხდით სანდრო. მოგესალმებით, მადლობა დაბადებისთვის. ესე ტიტულოვანი ადამიანი ჩვენთან პირველად არის. რამდენგზის ჩემპიონი ხარ, ეგეც გითხარი 1-2. მართლა არ ვიცი მართლაც. ხო, რაღაცა ისე პერიოდი იყო, რომ რაღაცა ისე მიეყარა რაღაცეები, ერთადერთი წრიული ბოლა არ მაქვს მოგებული. დანარჩენი პრინციპში ყველაფერი რაც. არა, ორგანიზებას უკეთებთ ახლა. ხო, ახლა ეგრე მოგვიწია, რომ ეს ჩვენი თაობა გადავედით უკვე მეორე იმაში, რა ქვია. backstage-ზე გადავედით და დავიწყეთ აქეთ თვითონ ორგანიზებას ჩარევა. სანდრო, ძალიან ბევრი ახალი სახეა წრიულ ბოლაში. აი, მან ბავშვებზეც რო ვილაპარაკოთ, როგორ ადაპტირდნენ, როგორ კონკურენციას უწევენ უკვე გამოსთელ ბოლებს.
ნახე მან ცოტა სხვანაირად ჰქონდა საკითხი ისე რომ ეს წვეტა რაც ჰქონდა რა 7 წლიანი რა რეალურად თაობა ვერ გაიზარდა რა და მოგვიწეა კარტინგის დაწყება ამის გამო და გავაკეთეთ პროექტი კახთირბოლელი სადაც უკვე მესამე წელია ჩვენ ვაფინანსებთ და რაც გრანტის სახეს ვაძლევთ რომ თაობა შემოგვიზარდოს და საშუალო საკითხი შეგვიმცირდეს ცოტა და ესე გავზარდეთ უკვე მე გამარჯვებულებს მანქანებს ვაძლევთ, ანუ ხარში ვუდგევართ, სპონსორებში წვეხმარებით ასე შემდეგ და ნუ ეს სტიმული ამათთვის რომ იარონ და ნუ უკვე პრინციპში ეს თაობა უკვე მოვიდა ავტოსპორტში შეიძლება ითქვას დიდ წრეულობაში და რავი ხედავთ უკვე ეს ბავშვები ტოლს არავის არ უდებენ რა და უკვე ის პრობლემა გვიდგება რომ ეს ბავშვები უკვე ჯავნიან იმ წველებს და ეს წველები არ დავკარგოთ ამათი შიშის ეს პრობლემა უკვე მოტივაცია კაია ფასადრებში რაღაცა ორი უნიკალური ბავშვი მოვიდა წრეულობაში 5 ბავშვი ყავს ესეთი თუნდაც ერთი გოგო პლუს მარიამი რომელიც ასევე კარტინგიდან მოვიყვანდა და დღეს უკვე ნასკარში პოდიუმზე დგას და ნუ აი ესეთი დიდი ნაბიჯებით ვცდილობთ რომ შევავსოთ ეს წვეტა 8 წლიანი რაც ჰქონდა რა კარტინგზეც მოდი კითხავ, ნებისმიერ შეუძლია მოიყვანოს ბავშვი, ხო? კი, ანუ თუ პროექტში მივდივართ, კი, პროექტი გვაქვს როგორც წესი წლის დასაწყისში ვაცხადებთ, ამ მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთ 13-დან 17 წლამდე ბავშვებს. რაც მასიურ დეტექციას ვაკეთებთ, მაგის მერე გვაქვს დროებით გადარჩევა და საუკეთესო 8 ბიჭს და 1 გოგოს ფედერაცია იღებს სრულად მათ დაფინანსებას და პლუს შევქმნით ის რომ მოვილაპარაკეთ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც ასევე კარტინგებით არის დაკავებული, რომელსაც რაც მიზერულ ფასად აქირავებს ამ კარტინგებს ამ ჩემპიონატისთვის და ანუ თუ ვერ მოხდა გრანტში, შეუძლია იქირავოს და ისე იბრძოლოს შემოუერთდეს. ხო, შემოუერთდეს და რაც მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ის კარტინგი ერთ-ერთი ისეთი ძვირადღირებული ფუფუნება და ვეცადეთ ის გავუკეთებინა, რომ $2,500-ზე მეტი არ გამოსვლოდა მთელ ჩემპიონატში მონაწილეობა რა, დავლაგდით კომპანიაში და ну, თუ ჩავთვლით რომ 4 საბურავის ფასია სპორტული მანქანისთვის არაფერი არ არის რა. აა, რატო ჩვენ ბავშვობაში ყოფილიყარეთ? ხო, ჩვენ ბავშვობაში სამწუხაროდ არ იყო. გადავერთოთ ისევ წრიულის ამაზე, როგორი სიტუაცია გვაქვს ხა? ბეჟიტაშვილი არის თუ არ ვწდები ლიდერი, ხო? ჩემპიონატს ხოცა იძახე, კი, ახლა ლიდერობს, ანუ რეალურად უკვე გამოიკვეთა 5 კაცი, ვინც უკვე ლიდერებში არის, თუმცა ჩემპიონატი ისე დაგეგმეთ, რომ წლის ბოლომდე გაურკვეველი იქნება მაინც, იმიტომ რომ ბოლო-ბოლოზე გაორმაგებული ქულები არის. პლუს ერთი რბოლა უქმდება, ყველაზე ცუდი შედეგები და ანუ ეს ტურნირის ცხრილს ლიანად არებს. არებს, ვერავინ ვერ გაიგებს ბოლომდე. ეს ახლა გვაქვს რომ მერსედესი შეუგზავნეთ. აი მაგაზე მოდი ვისაუბროთ. ანა ამაშზე იქნება პილოტი ხო, როგორც კი, ანუ ესეთი რაღაცა ვიფიქრეთ, ანუ ძალიან კაია single class-ი, მაგრამ მაინც რაღაც მთელი ცხოვრება სულ იმაზე რაღაცა ჩვენი პერიოდი იყო Honda-ებზე, ახლა გადავედით BMW-ზე და რაღაცა გვინდა რომ რაღაც მრავალფეროვნება მივცეთ რა ავტოსპორტს და რა და ავიღეთ პირდაპირ კონკურენტი ამ E90-ის C300-ები. ერთი წელი სატესტოდ უკვე გავაკეთეთ ეს მანქანა, უკვე მიდის რაღაც ტექნიკური რეგლამენტის წერა, დამუშავება, ანა დაждდება 2 რბოლა, უბრალოდ ჯერ დათას გავატესტინებთ, რომ მივიყვანოთ E90-ის დონემდე და კონკურენციაში რომ შევიდეს და ამის მერე უკვე ტექნიკური რეგლამენტი დაიწერება და უკვე გადაეცემა მერსედესის კლუბს და აბა ველოდებით მე რომ უკვე ეს მერსედესის შეიძლება რამდენიმე მერსედესი შემოუერთდეს, ხო? ნუ 7 კაცი ელოდება მინიმუმ რაც ვიცით ამ მერსედესის იმას რა. ბევრად საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო მერსედესის ჭიდილი. ხო და უკვე აზრი გაჩნდა რომ კიდე რა შეიძლება შემოვაპაროთ. Honda აუცილებლად. მე მგონი ძველ DTM-ში დაგვაბრუნებს. ხო, кайიღო მე. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. აუდიც რატომ მოვიგონოთ ახალი ველოსიპედი, მაშინ გავასწავლეთ მეკითხეთ. მე მგონი აუდიც უნდა დაამატოთ აუცილებლად. შევხედოთ, აბა ჯერ მერსედეს ტრასას და ნელა, ანუ ერთიანად სიახლესაც ვერ შემოვიტანთ, იმიტომ რომ ეხა აქაც ბევრი პრობლემა იყო, რომელიც არ ჩანს. არ ჩანდა უბრალოდ ეხა უკვე ხედავთ, უკვე ვიცით რა არის პრობლემა და ანუ, რა ვიცი, სეზონი მე მგონი შვენივრად მიდის, რა ვიცი, სტარტისავსია, ხალხმაც დაიწყო მოსვლა, რაც ძალიან სასიხარულოა. რავი, სპონსორების დაინტერესდნენ, ანუ რეალურად უკვე შეიკრა ის, რაც გვინდოდა რა. ნუ ახლა ეს მერსედესი რას დაუმატებს ყველაფერს. მერსედეს ძალიან საინტერესო იქნება, მით უმეტეს რომ ჩვენთან საქართველოში ამ ორი ბრენდის ჭიდილი ყოველთვის ხო და მივეცეთ
სასპარინგო ადგილი და საერთაშორისო ამბებსაც მოდი შევეხოთ. ფედერაცია ჯერჯერობით მარტო ნასკარის თემაზე არა, ნასკარზე აკეთებს სწორებას, არა ხო? კარტინგზე გოსწორება, ანუ ძალიან აქტიურად უკვე მეოთხე წელი არის FIA აკადემი ტროფიში მონაწილეობენ ქართველები. იქ რაც მინიში არ ყავს უბრალოდ ჯერ და მოაწილე მინისაც დავამატებთ, ანუ იუნიორი და სინიორში დადიან ბიჭები, პლუს ევროპაში რა ვიცი, ვინც კი ევროპაში და ყველა საქართველოს ლიცენზიით დადის და უბრალოდ ნასკარზე ავიღეთ ის სწორება, რომ ანუ ვიცით რა არის ნასკარი, არ ჭირდება რაც თუ GT3, GT2-ს, სხვა კლასის ახსნა ჭირდება რა არის ნასკარი, როგორც ფორმულა 1-ს არ ჭირდება ახსნა და ნასკარს, ანუ WRC იმას ახსნა ჭირდება საქართველოში რა, ჩვენ არ ვართ ხა ის რაცა რალის კულტურის ერი, რომელსაც რაცა დილის 6 საათზე ადგება და ღამეს გაათენებს და მოვა და ნახავს რა ამას რა და რავი, ნასკარი ამერიკული არის, შოუა, ყველა მიცის, ძალიან საინტერესო სანახავია, ვიცი რომ იგეგმებით წასვლათ შემდეგ ეტაპზე და თქვენ თვალით ნახავთ ამას რა, იმიტომ რომ ის რაღაცა 5 მეტრიანი მანქანა 500 ცხენით რომ მოდის თან 25 წელი ძალიან მაგარი სანახაობაა რა. სანდროები კარგად შეიწყნენ ასე. კი, არა, აი დაგვაკვდა რა ეს სპორტი რა, ესე რომ ვთქვა და რა ვიცი, პრინციპში ყველა რა, ანუ სანდროების, მარიამის დათაც, ანუ უკვე რაღაცა ჩვენებური გახდა და იქ ძალიან ისე გვიყურებენ რა, ვიღაცები ჩამოვიდნენ ქართველები და უკვე პოდიუმზე დგანან და რატო არ გამოვიყენოთ რა. ყველაფერს ვაკეთებთ იმის რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დამატებით კიდევ მუშაობთ იმაზე რომ მომავალ წელს ერთი ეტაპი საქართველოს ჩამოვიტანოთ და თუ გვექნება ის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ავტოდრომის მიმართებაში, აუცილებლად მოლაპარაკება უკვე გვაქვს, შეგვიძლია ეს ვთქვათ. უბრალოდ აქ უკვე ჩვენი მხარის ამბავია, რომ იქ რაღაცა ძალიან ბევრი 1000 კაცი დაესწრება და არსებული ინფრასტრუქტურა ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს ამასთან. ნუ ნახოთ რა მუშაობთ აუ რა მაგარი იქნება ეგ. როდისთვის იგეგმება არ ვიცი. მომავალ წლის ეტაპზე არის საუბარი, ანუ იყო გახსნაზე საუბარი და გახსნაზე უარი ვთქვი და შევთანხმდით დახურვაზე, იმიტომ რომ დახურვაზე იქაც ორმაგი ქულებია და ჩემპიონის ბედი წყდება და ასე შემდეგ და თან რაღაცა ოქტომბრისკიდან კენ უკვე ჩვენთან ამინდი ისეთი არის, რომ ამ სიცხესაც გაუძლებს ხალხი და მანქანები და ტექნიკა და ნუ ნახოთ რა გეგმები კაი გვაქვს. ნახოთ რა გამოდის. ნასკარის მანქანები რუსთავის ავტოდრომზე. ძალიან მაგარი ხალხი. ან სხვა ავტოდრომს. აი მაგაზე გვაქვს რამე ინფორმაცია. რა თქმა უნდა. რა ორი სიტყვით რო ორი სიტყვით არ გამოვა, მაგრამ ძალიან დიდი ნაბიჯებით მივდივარ წინ და ძალიან მალე სიახლეც იქნება რა. ისეთი დაანონსებული, რომ ყველას გაუხარდება. შეიძლება ორჯერ გაუხარდეს. გადიდება თუ კიდე არა, ლილუანაზეც წინ გავიწიათ, უკვე გავაგრძელეთ ის, ანუ იცით მანდ ავტობანის შენდება ეს კახეთის შემოერთებელი და მაგის გამო რაღაც პაუზა იყო და დასკვნით ფლიგელს ვერ ვაშენებდით. უკვე მორჩა ეს ყველაფერი და ანუ გაგრძელებია თუ მიხვალთ, ნახავთ უკვე დაინახავდით უკვე მშენებლობა გაგრძელებულია და ანუ ის ლილუანაც შეიკრება უკვე ისეთი როგორც უნდა იყოს რა. აუ ძალიან მაგარი იქნება. ლილომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოზარდა ასე ვთქვათ. კი, ლილო რეალურად დაახლოებით ახლა ჩვენი რაც თვლით და რაც უყურებთ, ერთი 3000 კაცამდე ქუჩას ჩამოაშორა რა და შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ლილოს ამოცანა უკვე შესრულებულია და ის რაც გვინდოდა ლილოს განყოფილიყო, გადაჭარბებით შესრულდა რა და მაგალითი არის სხვა ნებისმიერი რეგიონისთვის ან გამგეობისთვის, რომ ეს პატარა მულტიფუნქციური კომპლექსი ახალგაზრდობისთვის არის იდეალური, რაც საგზაო საავტომობილიდან დაწყებული, რაც ჯანსაღ ტარებამდე მიყვანილი ყველა პრობლემას უხსნის იმას, რა ქვია, მოსახლეობას. King of Drift-მაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ამაზე. ძალიან დიდი რაოდენობით არიან ხოლმე. საკმაოდ მარტივია მოსვლა და აი დრიფტის მიმართულებით რა ხდება? მაგასაც დრიფტში ცვლილებები გვაქვს, ნამდვილად გაიგებდა ეს ყველა, ანუ იქ იყო რაღაც პატარა წვრილმანი პრობლემები, რომელიც დაგროვდა და ნუ ბოლოს დავჭიქით და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატებს აწი, ყოველ შემთხვევაში სანამ ეს გუნდი ვართ ფედერაციაში, სრულ უფლებებს აღარ გაასხვისებს ფედერაცია და დარჩება ფედერაციის რა. მოდელი შეიცვალა, ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ თუ GDS-ი დავასრულეთ ბოლოს, არ ვიცი, 3 ქართველით თუ 4 ქართველით, დღეს უკვე 24 ქართველი არის გადავართული და ძალიან ბევრი უკვე ამზადებს მანქანას და ჩვენს გათვლა ქონდა რომ top 16-ს მაინც თუ შევაგროვოთ, თუმცა ეს უკვე გავსკით ამას. ხო, ანუ აი იგი კი ძალიან ბევრი წვრილმანი პრობლემებია, იმიტომ რომ მაინც როარელოდები და უცბად რო რაღაცა ესეთ შეიცვლება, ნუ გინდა არ გინდა რაღაც ფოსმაჟორ რაღაცაშია, თუმცა რაღაცა ნელა ლაგდება და ნელა მივდივართ იქ სადაც უნდა მივიდეს, რომ დადგეს ყველაფერი, დასტაბილურდეს, რომ იგრძნოს თავის ადგილი, ორგანიზატორმა თავისი, მაყურებელმა
თავისი და ანუ ეს ყველაფერი ეს შოუს დიდ ნაწილად გახდეს რა. პოპულარიზაციას შეეხება, ну დღეისობით კინგმა ეგ მოგცა, რომ დამატებით 70 კაცი გაჩნდა, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ იყო სპორტთან და უკვე სპორტთან კავშირში არის და 70 კაციანი გრიდით, ალბათ მე რადგანაც ვიცით მსოფლიოში რა ხდება, ალბათ 2-3 ქვეყანა, სადაც მაგდენი კაცია უბრალოდ დრიფტში ჩართული რა და ჩვენ კიდე წარმოვიდგენთ აქეთ GDC გვაქვს, აქეთ კინგი გვაქვს და კიდე ჯიმხანა არის ვიღაცები თავის რაღაცებს აკეთებენ და ასე შემდეგ და პლუს კიდე უკვე ფიქრობთ, რომ კინგიც უკვე ისე გაიზარდა, რომ კიდე მესამე ჩემპიონატი ხوار დავამატოთ რაღაცა ამათ შუაში, რომ ეს გარდამავალი ხო, იმიტომ რომ ნუ ძნელი არა, ეხა ადამიანს მოსვლა უნდა ყველაზე ამბიცია აქვს მოგების და ეგრევე ეჯახება თუნდაც იგივე გუგას, ხო? ხო. ხო და რაღაცა, ანუ არა ტანდემ დრიფტში ვატაროთ რაღაცა, რომ რაღაცა entry level-ი იყოს, რომ მე გადავიდეთ კინგში და კინგიდან გადმოვიდეთ GDC-ზე რა. რაღაცა ეგ ლოგიკა, მაგ ლოგიკისგან მივდივართ რა. პლუს დრიფტზეც რაღაც გეგმები გვაქვს საერთაშორისო, ისეთი რომ აქ შემოვიტანოთ, ანუ ძალიან რთულია ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე ამ ტექნიკის ლოჯისტიკა სხვადასხვა ქვეყნებში და რაღაცა გეზი იქით მაქვს აღებული, რომ წავიდეთ უფრო ისენი ჩამოვიყვანოთ აქით. ხო და ამისთვის უკვე რაღაც პირველადი შეხვედრები იყო საერთაშორისო ფედერაციაში, ეხლა წელს იქნება სატესტო IDC იქნება საბერძნეთში და რეგიონალური ჩემპიონატი იქნება ყაზახეთში. ამის ბაზაზე შევხედავთ რა როგორ იქნება და შეიძლება შავი ზღვის თასიც გავაკეთოთ რეგიონალური ჩემპიონატი და ну მოკლედ არის ის მომენტი რომ მივდივართ იქით რა ნახოთ რა გამოგვივა. კაი გეგმები. კი მივდივართ მოპყავს აქეთ. ვიდრე ერთი კაცი წავიდეს და მე ყვებოდეს რა მოხდა იქა ჯობია ისე ჩამოვიდა და ამან მოყვეს მე იქით რა. სხვა შორის გუგამ რო ახსნა ძალიან კარგი არის რა რომ იმ რბოლელებს ჩამოვიყვანთ აქეთ და აქ ივლიან ჩვენებთან ერთად. ხო გუგა ცოტა სხვა ხედვა აქვს უფრო სპორტული მხრიდან უყურებს ამას რომ იქ მანქანა დავახვედროთ და რაღაცა და ეხა არ ჯობია მანქანიან ჩამოვიყვანოთ და ეს მანქანა დავიტოვოთ აქ და აქ იაროს თელ ჩემპიონატი ვიდრე რაღაც თითოევა. ну, ყოველ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი არსებობს ამის შესახებ, კაფეო გეგმა ვიცით რა გვინდა და ეხლა გზაში სიტუაციის მიხედვით მოქმედებთ რა. ხო, ძალიან კაი სამომავლო გეგმები. ვოლელები ვარ, ჩქარები ვარ და რეზულტატი უკვე გვინდა შესაბამისად მაგას ცა ისე შვებით. რალის მიმართულებით არაფერი არ გეგმება ჯერ. რალიზე ნახეთ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს რალიზე რა კუთხით რა. პირველი რაც მოვიდა ანუ ეს მოსახლეობა არც იცის, FIA European Rally Tour არსებობს ესეთი, ვერცხლის იმითი რა ქვია სტატუსით, რომ მიხვდნენ ამ WRC და მე მოდის ეს TER series რა. ჩვენ ვიყავით ორგანიზატორები ამისი ამ TER series, ან ჩვენი ქართული ლიცენზიით ხდებოდა ეს ჩატარება, ანუ ამ რალის, რავი, დაწყებული იაპონიიდან დავამთავრეთ იმაში მონტაგალმოთში რა. ხო, ანუ არც ის გავიტანეთ იმას და ერთი ეტაპი ჰქონდა საქართველოში რა. უბრალოდ რომ მივედით უკვე ამ საქართველოს ეტაპამდე რა. ну, წარმოგიდგენ ახლა რალიზე 100 მანქანა მაინც უნდა გეთქეს, ну, კაი 20 მანქანა ის WRC რაღაცები ჩამოვიდა. ну, ჩვენი გრიდი ხო უნდა იყოს რა და ჩვენი გრიდი ისე დაემთხვა, რომ იაპონია რო გადაიკეტა ჩვენთან ბაზარი რო გაიხსნა და რაღაცა ბევრმა გაყიდა უკვე მანქანა რა სპორტული მანქანები თან რალის მანქანა ცოტა ისეთი არის ანუ საშუალო ასაკი აქვს 2 წელი მაქსიმუმ 2 წელი ნახევარი მე ან იმტრევა ან იღუნება ან რაღაცა ემართება რა ანუ მალფუჭებადია რა და პლუს ეს ჰომოლოგაცია რომელსაც ვადაგად პლუს ამდენი წელი ვარ ჩატარებული შტურმანის ინსტიტუტი აღარ გვაქვს პლუს რაღაცა ელემენტარულ კავშირგაბმულობამდეც დავედით რა ამ პრობლემამდე და მოგვიწია საქართველოს ეტაპის უბრალოდ ამოღება რა პლუს ამას დაემატა ის, რომ ის ადგილები ხ თქვენ რაც იცით ხო, ეხლა რაღაცა საბადურის დღე არავინ არ იცოდა თუ არსებობდა მე მგონი რა საერთოდ ხო და ისევ ჩვენ გავიდა ამ ტურიზმში ეხლა ამლევის პრობლემა რაც გვაქვს ხო, ანუ მივედით გავაჩინეთ იქ რაღაცა და უცბად მივედით უკვე მშენებლობები დაიწყო. ანუ ჩვენ არ ვართ საფრანგეთი, რომ ბევრი ალტერნატიული გზა გქონდეს შემოვლითი რა, იმიტომ რომ აღმართის დაძლევას რო ვატარებთ, რა სულ ეს პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ევროპაში თუ არის იმის საშუალება, რომ აქ თუ დაკეტილი ესე შემოული და იქ მიხვალ და მოსახლეობას არ შეუქმნი რა დისკომფორტს რა. ჩვენ ეს სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს რა, თუმცა უკვე იკვეთება, რომ ალაგ-ალაგ უკვე დადაწყებულია რაღაც შემოვლით გზების რაღაცა და ჩვენც რაღაცა იქით მივდივართ რა. მაგრამ ამ ეტაპზე მაინც აღმართზე გავჩერდებით, აღმართს შევუსვით ფორმატს. აგვისტოში გვექნება შემდეგი ეტაპი და რაღაც საინტერესო რაღაცას გვეკმავთ, უძოს კოჯორი წყნეთის მონაკვეთზე. სამხედრო ბაზის გვერდით გვინდა რაღაც გუდუდის ფესტივალის კუთხით წავიყვანოთ რა, მარტივი რა.
რომ რაღაც იქნება ორდღიანი, იქნება რაღაც უდიდესი გამოფენა, იქნება კონცერტი, რაღაცა ეგ ფუდკორტი, რაღაც ბავშვების ზონა, მოტოების ზონა და რაღაცა ჩვენ ასევე ვფლობთ რეკორდის გაცემის უფლებას რა. და გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ წერტილი B და სუპერკარების სარეკორდო მონაკვეთი იყოს რა. შესაბამისად რაღაც ყველას ეცოდინება რომ რაღაცა ამ წერტილამდე არის ეს რაც უნდა გავიაროთ. ეს არ იქნება 5 კილომეტრიანი მონაკვეთი, ალბათ მაქსიმუმ 1 კილომეტრზე შევზღუდავთ ყველაზე უსაფრთხო ადგილს. რაც გუდულთ როგორც აქვს რა რაღაც. აუ რა გაიქნება. ვისაც ავე ფერარი ეყოლება თუ რაღაცა ის იქნება. ნუ რაღაც მინიმალური სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. რაღაც ხაფანგით ვერ მოვა რა მაგალითად რა. აი სუპერკარები რაღაცა უნიკ მანქანა უნდა იყოს, ან რაღაცა რარიტეტი უნდა იყოს, ან რაღაცა სუპერკარი უნდა იყოს რა. ეხლა რაღაც ბოდიში ყველასთან არის რაც Volkswagen Golf-ით ვერ მოვა რა იქ რა. თუ არ არის 12 ცილინდრიანი იზოს. ეს ძალიან მაგარია. ხო და რაღაცა ესეთ კუთხით გვინდა წავიყვანოთ რომ რაღაც ხალხს გაუჩნდეთ ის რომ ბუნებაში გავიდა ოჯახი წაიყვანა საჭმელი წამოგა თუ კიდევ რაღაცა ფერარის ნახა თუ ფერარი არ უნდა Subaru-ს ნახავს ან რაღაცა Yaris ან რაღაცა ასე შემდეგ და ნუ Renault-ზე აი დრაგზე რა ინციდენტის მოხდა მაგ ამბავზე რამე მოკვლევა ჩატარდა. პირველ რიგში რომ გადარჩა კარგად არის რაც კარგად არის მუხლი აქვს დაზიანებული და რა ვიცი ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ტრაქთან იმიტომ რომ როგორ გითხრათ სწორედ მინდა რა რომ გაიგოს რა ხალხი რა ნებისმიერ რაღაცა სიტყვას აქვს თავის დეფინიცია ხო ანუ ამ შემთხვევაში დრაგი კლასიკური გაგებით სპორტი არ არის შესაბამისად საავტომობილო ფედერაცია თუ ჩაერია დრაგის საკითხებში რა უნდა შეაერიოს სტანდარტიზაციით და არა იმითი რომ რაღაცა სანდროს უნდა იქ რაღაცა 402 მეტრი გაიაროს ან კილომეტრი გაიაროს ან რაღაცით გაიაროს ეს სტანდარტები არის ეროვნული და თუ ეროვნული სტანდარტი არ არის ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტით საერთაშორისო სტანდარტი პირდაპირ გეუბნება რომ ამის ჩატარება არ შეიძლება ანუ არის კონკრეტული მონაკვეთი, კონკრეტული სიგრძე, სიგანით, განათებით, სამოხრუჭე ადგილით, უსაფრთხოების ბარიერით, უკან დაწაბრუნებელი ჩაქრობის სისტემით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამას დღეს დრაგი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ არ გვაქვს ფიზიკურად ინფრასტრუქტურა ამის. შესაბამისად ფედერაციას ესეთი პირდაპირი კვეთა არ აქვს ამ მიმართულებაში რა, თუმცა ძალიან ბევრს ფიქრობთ, ლაპარაკობთ ბიჭებთანაც, ამთან უცხო ხო არავინ არ არის რა, რეალურად ყველას ვიცნობთ და ასე შემდეგ რა. არის ორი ვარიანტი FIA-დან, რა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ დღეს რა. ერთი არის 201 მეტრი თუ არ ვცდები, ანუ ეს სამოყვარულო რაც ნიშნავს, აი იმას რეალურად ჩვენთან რაც არის, ეს არის სამოყვარულო რა, 3-4 მანქანაა სპორტულად გამზადებული, დანარჩენი ყველაფერი არის სამოყვარულო. სამოყვარულო მანქანაზე არის საერთო სტანდარტი 201 მეტრი. აგერ 201 მეტრი წადი 800 მეტრი რჩება და გაჩერდები სადღაც რა. თან ვერც აკრიფავს ამას რა. თან დრაგი ახლა ჩვენი თაობის დრაგი ის იყო რა 9 წამში 100 კრიფავდა მანქანა და ესენი 9 წამში უკვე 300 წდებიან რა. და უკვე 9 წამს არის და ჩამოვიდნენ იმაზე რა. ძალიან აჩქარდნენ ესე რომ ვთქვათ რა. 200 მეტრზე არავის არ უნდა სიარული. და მეორე არის 308 მეტრი. 308 მეტრი არის ანუ საერთაშორისო სტანდარტი, ანუ დრაგსტერების პარაშუტებით რო ჩერდებიან და რაღაც რეაქტიულ ძრავებზე და ასე შემდეგ. და მე მოდის 402 და მილი და ასე შემდეგ. რა ეს უკვე გადავდივართ უკვე ამერიკის მხარეს რა. ჩვენ რეალურად შეგვიძლია 308-ზე და 201-ზე ვილაპარაკოთ. ანუ არსებული ინფრასტრუქტურა ვიმეორებ, არსებული ტრეკი, რაც გვაქვს იმის ფარგლებში. თორე ხვალზე მაგაზეც მუშაობთ, რომ რაღაც გაკეთდეს და რაღაცა დიდი იყოს და იქ უკვე რაღაცა მანძილი მივცეთ რა. პლუს კიდევ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს მონაწილეები მესმის, რომ ყველა საინტერესებს ვის მანქანა უფრო ჩქარი არა აშვება როგორ შევა, მაგრამ მაშინ თუ სპორტია დავარქვათ სპორტი რა, სპორტს აქვს თავისი ტექნიკური მოთხოვნები, რაც უნდა შევასრულოთ. ხო, ეს ტექნიკური მოთხოვნები არის, რა ვიცი, სამოხროჭო ხუნდიდან დაწყებული, გაჩერების ინსტრუმენტამდე დამთავრებული და მინიმუმ, რა ვიცი, დროშების ცნობა რომ რას დაგიქნევენ და რას არ დაგიქნევენ, ეს რო გაარკვიო რა ხდება. ხო, აღარ ვიძახე იქ რაღაცა ჩაფხუძე ნორმალურზე, ტანსაცმელზე, იმიტომ რომ რა ვიცი, აი ღმერთმა ყველა დაიფაროს, ხო? ახლა ნახევარ მანქანები ეს პირზე არის იქ და მეთანოლზე და რა ვიცი, რაღაც მთელი მენდელეევის სტაბულაა გამოკრული შეგით, ხო? რა ვიცი, იწვის, ანუ ფიზიკურად ვერ ჩავაკროთ. ანუ არც ჩასაკრობი ინსტრუმენტი გვაქვს და ვერც ვხედავთ ამ ცეცხლს რა. და არის ის შემთხვევები, რომ რაღაც 3 ლიტრიან კანისტრაში უდევთ ეს სიდენი ის ქვეშ დამალული. ხო ხტები, ანუ ძალიან ბევრი პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც ადამიანი იმიჟინით, რომ მე მოვიგებ აბსოლუტურად არ თulis რომ ეს მას დაემართება. უაზრო რისკზე მიდის. და მიდის უაზრო რისკზე რა უბრალოდ რა და ეს რისკი ჩვენი ამოცანაა, რომ ეს რისკები დავამინიმიზოთ, იმიტომ რომ ახლა ვის უნდა ხო? არავის არ უნდა რაღაცა უბედური შემთხვევა დადგეს. თუმცა
რავი, კიდევ ვიმეორებ რა, არ ვართ ჩვენ რაღაცა დაფარულ პოზიციაში პირიქით. გიგია იყოს, არის შვილი, არის ვინც არის, ანუ ყველაფერს შევეხმარებით რა, ასი შეგვიძლია ტაიმინგიდან დაწყებული, მარშლამდე დამთავრებული რა. სტატუსს ვერ ვაძლევთ, იმიტომ რომ ჩემპიონის სტატუსს ვერ მივცემთ, იმიტომ რომ არანაირ სტანდარტიზაციაში არ ჭდება ეს დრაგი. ეხა ამ შემთხვევის მე უკვე რაღაც ქონდა რაღაც საუბარი, მათ შორის გიგისთან, მათ შორის თვითონ ბიჭებთან, ორბოლელებთან რაღაცა მისაღები არის. გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ხისტი იყოს ძალიან, მაგრამ საჭირო. იმიტომ რომ ეს რაღაც კარგ შედეგამდე არ მეგვიყვანს რა, ის როგორც ვითარდება რა. ალბათ მოგვიწევს რაღაცა ერთწლიანი მოვრწლიანი პაუზის აღება და იმ 201-ზე ან 308-ზე დათანხმება, თუ გინდათ რომ იარსებოს იყოს ესე, სანამ ინფრასტრუქტურის პროექტი, ეს არ ვიცი რუსთავ იქნება ქუთაისი, ზუგდიდი თუ კახეთი, ხო? ანუ თვითონ ინფრასტრუქტურა მოგცემს იმის საშუალებას, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ. უსაფრთხოდ როგორც კი ჩავატაროთ, მე როგორ ფედერაცია აიღებს ამას თავის პატრონაჟის ქვეშ. გააკეთებს შესაბამის რეგლამენტს, შესაბამის და როგორც ტარდება საქართველოს ჩემპიონატები სხვადასხვა სახეობის, ზუსტად ეს ჩატარდება დრაგის ჩემპიონატი. მათ შორის მაგ დრაგის ჩემპიონატზე ხა იცით, რომ უკვე რაღაცა ქუთაისზე მიდის უკვე ძალიან ისე მიდის რა უკვე გასულები ვართ სიტუაცია ფინიშზე. უკვე მოლაპარაკება ნაწარმოები არის საერთაშორისო ფედერაციაზე, European Drug Series ჩამოტანაზე. და შეიძლება World Cup-ის შემოყვანას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდებით ჩვენ როგორც ფედერაცია, რომ ამ ხელა ინფრასტრუქტურის პროექტი რაღაცა უნდა არჩინოს და რაღაცა საერთაშორისო უნდა შემოვიდეს რა. შესაბამისად, ამაზეც უკვე გვაქვს რაღაცა წინასწარი თანხმობები ყველაფერს. აუ, რა მაგარია, რაც მეტი ხა საერთაშორისო პროექტი ჩამოვა აქ და მით უმეტეს ქართველები ჩვენ ნახავთ მაგას, რამდენს ვისწავლით ჯერ. მაქედან გამომდინარე, მით უმეტეს ტურიზმისთვისაც ძალიან კაი იქნება საქართველოსთვის. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ფედერაციას, რაც ჩვენ თქვენ გვერდით გვიგულეთ, უდამ. გელოდებით და რაღაც გელოდებით იმას ჩეხეთში. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.